კეთილი იყო შენი მოსვლა ფიქრეთ. გმადლობ. თუ იავუსთან და დურსუნთან მოხვედი, სასტუმროში წავიდნენ. ვიცი. რადგან ისინი არ არიან დამლას მინდა დაველაპარაკო. სალია? სალია. შემოდი. მე დამლას ვეტყვი. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. რამეს დალევ? მოგიტანო? არა. დალაპარაკება მინდა. დაჯექი. ძალიან მწუხარ. ვიცი. ისედაც უამრავი პრობლემა გაქვს. მე კიდევ ცეცხლზე ნავთი დავასხი. მაგრამ არ მინდოდა ეს სხვისგან გაგეგო. საკუთარ რისხვას ვერ გავუმკლავდი. არ გადანაშაულებ, რადგან საკუთარი თავი ვერ გავაკონტროლე. დაივიწყე. ყურადღებას ნუ მიაქცევ. როგორ ხარ? თავს კარგად გრძნობ? არ მიბრაზდები? ეს რას შეცვლის დამლა? არაფერი შეცვლის. მართალი ხარ. მაგრამ თუ მოისურვებ, ყველაფრის შეცვლას შეძლებ. თუ იტყვი, რომ ეს ბავშვი გინდა, წინააღმდეგობას არ გაგიწევ. გმადლობ. ის რაც მითხარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩემზე ფიქრობ. რა თქმა უნდა, შენზე ვფიქრობ. ფიქრეთ, ვიცი, შესაძლოა ჩვენი გრძნობები განსხვავებულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის სიყვარულია. აქ სწორედ ამაზე სალაპარაკოდ მოვედი. ჩვენ შორის კავშირი ნამდვილად არის. ამიტომ მგონია, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გამყარდება. ნებისმიერ შენს გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ. ნებისმიერ შენს გადაწყვეტილებას. ფიქრეთ. შენ განსაკუთრებული ადამიანი ხარ. შენი სიტყვების გამო გარისკვა ღირს. მაგრამ სამწუხაროდ ახლა ვერ ხვდები ამის დრო არის თუ არა. ერთ მხარეს აიშე. მეორე მხარეს დედა ნედიმე. ის რაც შენს ძმებს დაემართათ. იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცი ამ ბავშვის გაჩენა მართებული იქნება თუ არა. როგორც უკვე გითხარი დამლა, ეს შენი გადასაწყვეტია. თუ გაჩენას გადაწყვეტ, სხვა ადამიანების ლაპარაკს ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნება. თუ არ მოისურვებ, ამასაც გაგიგებ და შენ გვერდით ვიქნები. კარგი. გმადლობ. კარგია, რომ დრო კიდევ გვაქვს. მაგრამ რაღაცის გაგება მინდა. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება? დედა შენმა ხომ სახლიდან გამომაგდო? ახლა რა იქნება? მითხარი. ნეტავ ვიცოდე დამლა.
ჯერ კიდევ გუშინდე და ჩემს სახლში დანახვა არ უნდოდა, მაგრამ თამერის მერე მისთვის ძვირფასი შვილი გავხდი. Tamer'den sonra canım oğlum oldu. არ ვიცი, მომავალში რა იქნება. აიშესთან ურთიერთობას თუ მოვაგვარებ, იქნებ დედა ნედიმემ გულში ჩამეკრას და შვილი მიწოდოს. Sen zaten Ayşe'yi bul. აიშესთან საქმე ისედაც მოგვარებული გაქვს დამლა. წაქცეულს არ ურტყამენ. ურტყამენ. აიშე რომ წაქცეულიყო შეიძლებოდა გადაეთელათ. მაგრამ მე ასეთი არ ვარ. Olmaz. არ გინდა. Öyle biri olmaz. ასეთი უნდა იქნები. შანსი გაგვიჩნდეს, კიდევ დავილაპარაკებთ. კიდევ ვისაუბრებთ. Konuşuruz yine. კარგი. რა გითხრა? ამბობს რომ ისე იქნება როგორც მე მოვისურვებ. მაგრამ დედამისი პრობლემას შექმნის. ნედიმე ხანიმი თუ წინააღმდეგი იქნება, ის როგორ მოხდება დედა? ზოგჯერ რაღაცები თავისით ხდება შვილო. სიამაყე არ დაკარგო. მე მხარს გიჭერ. იცოდე. გამარჯობა. გამარჯობა. Aleykümselam da. გამარჯობა. Neredesin? აქამდე სად იყავი? საავადმყოფოში მამა ხომ გითხარი სამკურნალოდ წავალ მეთქი. ტელეფონი გათიშული რატომ მქონდა? ბატარეა დაჯდა მამა. მანქანაში დავტოვებ დასატენად. Merhaba komutan. გამარჯობა მეთაურო. გამარჯობა სერხან. ახალი ამბავი გავიგე მეთაურო. Komutanım, გილოცავ. tebrik ederim. წარმატებული ოპერაცია იყო. ნიათ მარტენი ახლა ნამდვილად წავა აქედან. Çeker gider. ამ ოპერაციასთან მე არაფერი მაკავშირებს, მაგრამ მართალი ხარ. არაჩვეულებრივად იყო შესრულებული. არაჩვეულებრივად. Şimdi bir şey söyleyeceğim რაღაცის ხმა მინდა, მაგრამ ama vallahi შენი რეაქციის მეშინია, მამა. Benden თუ რამეს მალავ, ახლა ვეთქვი. söyle. En azından თუ გინდა რომ ჩემი რეაქცია მკაცრი არ იყოს, სერხან. არა, მამა, არაფერს გიმალავ, უბრალოდ მეტყვი რომ ცხვირი არ ჩავყო და ამიტომ ცხვირი არ ჩაყო, სერხან. Bir dakika dur. ერთი წუთით დავუთ. Bir anlatsın bakalım. თქვას მოვისმინოთ. Dinleyelim. bu Hakan ერთ დროს ჰაკან მარტენთან ურთიერთობა ხომ მქონდა? uzun yıllar სამწუხაროდ orada da buluştuk. ერთი ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდით, Falan falan. იქ მისი ხალხია, Yapılan yer იარაღია. ismi hiç geçmedi. შემნიშნე რომ ეს ადგილი სიაში არ არის ნახსენები. Acaba ან სპეციალურად არ მიუთითეთ, ან მარტენმა დახურა ეს ადგილი და კვალი ამიტომაც ვერ იპოვეთ. bulunamadı. uzun yaylada nerede? სად არის? Hani var ya baba. ერთი საწყობია, მამა. bir tane depo. Martenlerin mi? ის საწყობი მარტენის ოჯახს ეკუთვნის? არ ვიცი, მამა, ხომ გითხარი, იქ ჰაკანს ხვდებოდი მეთქი. ეს საწყობი სად მდებარეობს? მითხარი, გავიკითხავ. Ben bir sorayım. იქნებ ოპერაცია ჩაატარეს, მაგრამ არაფერი იპოვეს. Hay hay komutanım. რა თქმა უნდა, მეთაურო. Sen demin ne geveledin öyle uzun? ოღუზისთან დასწრებით რაებს ლაპარაკობდი? ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა. რას ნიშნავს შენი პირადი ცხოვრება? შენ ვერ ჩაერევი. ჩემი პირადი ცხოვრებაა. Nasıl müdahale eder? როგორ, მე არ შემიძლია? Kardeşimsin. შენ ჩემი დახარედან რა თქმა უნდა შენს პირად ცხოვრებაში ჩავერევი. ჩემი ძმა ხარ, მაგრამ შენ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მაქვს. შენ კი ჩემსაში უნდა ჩაერიო? ხო, ხალილ იბრაჰიმ, ყველასთან უამბობ რომ შენ და ზეინები დაშორდით. ამას რატომ აკეთებ? იმიტომ რომ დავშორდით ედანურ. ამას იმიტომ ვამბობ რომ თქვენც შეეგუოთ. ენი კარგად მესმის, ხალილ იბრაჰიმ. ამას ზეინების გასაბრაზებლად ამბობ. კარგი, გასაგებია. მაგრამ სხვა ქალის დანაზრებით ამას ნუ ამბობ. შენ ზეინების დაცვა გინდა, მაგრამ ასე ზიანს აყენებ.
ჯერ თითი ჩაწიე. Haklısın. მართალი ხარ. Böyle düşünmemiştim. ამაზე არ დავფიქრებულ ვარ. Demiştiniz komutanım მართალი ხართ, მაიორო. თქვენ გარდა ამას სხვა ვინ მიხვდებოდა. ki sizden ეს ბიჭი ჩვენს ხელში გაიზარდა, მაგრამ bahseden çocuk böyle nankör. მაგრამ გვიღალატა. çıksın. Burada oturup devlet politikalarını აქ შენთან პოლიტიკის განხილვას არ დავიწყებნესი. ყოველთვის შენიანი გაღალატობს. სამწუხაროდ მოღალატეებს თავად ვზრდით. და ეს პირველად არ მომხდარა. hep elimizde büyüttük. Kendi ellerimizle besledik. Bu bir შეცდომებზე უბრალოდ ვერ ვსწავლობთ. benim artık მაიორო, bir evladım yok. მე ვაჟი აღარ მყავს. მინდა თავის სამშობლოს მივუძღვნა. მისთვის რამე სასარგებლო გავაკეთო. Diyeceğim, bir şeyler yapmak isterim. მაინც რა, Ben მინდა ნიჰათ მარტენს ვესროლო. ცხადია თუ ამის შესაძლებლობას მომცემთ. diyebilirseniz. Daha როგორც იცით, ამ მოღალატის გამო დავზარალდი, თორემ აქამდეც მივხედავდი. ანუ დანაშაულს ჩაიდენ, ჩვენ კი arka çık. დაგიცავთ. უფრო მეტიც დაგეხმარებით. Yardım edeceğiz. ეს გინდა? Siz sonra მე გააკეთებთ იმასაც, რაც საჭიროა, მაიორო. bu eylem არ მithქვამს, რომ დაუსჯელი უნდა დავრჩე. gider. მზად ვარ დარჩენილი ცხოვრება ციხეში გავატარო. Devlet isim ve სახელმწიფოს სახელები არ აღელვებს ნესიმ. ნიჰათ მარტენის მოშორება არც ის ერთულია, მაგრამ საქმე ბევრად უფრო სერიოზულად არის, ამიტომ დაფიქრებაა საჭირო. რაზე ლაპარაკობთ? უბრალოდ კარგად დაფიქრდი. devlete daha büyük სახლში წადი და კიდევ დაფიქრდი, სახელმწიფოს კიდევ რით შეგიძლია დაეხმარო. დავფიქრდები. gidip bir Levent ლევენტის საფლავზე წავალ და იქ ვიფიქრებ. იქ უფრო გამიადვილდება. ალიჯან, სტუმარი გააცილე. Emredersiniz komutanım. როგორც მიბრძანებთ, მეთაურო? გთხოვთ? otur bakalım. მოდი დაჯექი. Bu თამერის შესახებ იცოდი? არა, მეთაურო, არ ვიცოდი. რას მიყურებ? იქ ფილმების საყურებლად გაგიშვი? რიзвან ლეტოს ვაჟი მარტენის მკვლელი აღმოჩნდა. Leto'nun oğlu Martin. და ეს არ იცოდი? Haberin yok mu? თქვენ იცოდით, მეთაურო? ვიცოდი. Delilim yoktu. მაგრამ მტკიცებულება არ მქონდა. მტკიცებულების გარეშე შენი მეგობარი კლავს და არა მე. O yapmamış. არა, მეთაურო, მას არ მოუკლავს. გამოდის, რომ იცი. ეს უკვე რაღაც არის. მეთაურო, მე კიდევ რაღაც ვიცი. თუ გინდათ მოგიყვებით. Bir çay. ჩაი დავლიოთ? არა, მეთაურო, სხვა დროს. ყოჩაღ, გამოგცადე. Ne? რისი მოყოლა გინდოდა? მეთაურო, გავიგე, რომ ნიჰათ მარტენს კიდევ ერთი საწყობი აქვს. Kim söyledi? ეს ვინ გითხრა? ჰალილმა? Yok komutanım onun haberi yok. არა, მეთაურო, მან არ იცის. გამოდის, რომ ეს ინფორმაცია პირველი მე მითხარი და სად მდებარეობს ეს საწყობი? მეთაურო, თუ გნებავთ კოორდინატებს, ალიჯანს გადავცემ. Akşam საღამოსე და ჰანიმთან პაემანი რომ არ გქონდეს, ოპერაცია შენთან ერთად ჩავატარებდით. ყველაფერს მათ ხომ არ დავაბრალებთ, არა? her şeyde შკარაა, რომ შენი მეგობარი ომს დაიწყებს. var, dart var. Seninki belli. ჩვენ daha büyük ის savaşlar გჭირდება. lazım bize. საუბარი ნიჰათ მარტენთან თანამშრომლობაზეა, მეთაურო? Kıpırdandılar. ცოტა ამოძრავდნენ, თავს თუ დაგვესხმიან, Çöktüklerini ყველას დავაკავებთ. Afiyet olsun. შეგერგოთ. O Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ, მოდი, Beraber olsun. წვნიან შევუკვეთავ. Söylüyorum. გინდა? კარგი, შევჭამ. Çocuklar ბიჭებო, bir çorba. წვნიანი მოიტანეთ. Oğuz nerede? ოღუზი სად არის? Siz Eda Nur'la konuşun. შენ რომ ედანურს ელაპარაკებოდი, იფიქრა ხელს არ შევუშლიო და განყოფილებაში წავიდა რაღაც საქმეა. Hayırdır? რა მოხდა? Durumu. აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი საწყობი არსებობს. სერქანი იქ თურმე ჰაქანს ხვდებოდა. განყოფილებაში ამის სათქმელად წავიდა. Bir sordurmaya gitti. და ეს საწყობი სად მდებარეობს? Uzun yayla
უზუნაილთან არ მისული. Bir arasana Oğuz. ოღუს დაურეკე. Arayayım. ახლავე. Afiyet olsun. შეგერგოთ ბატონო. გმადლობ. გამართულია. Ya oraya vardılar. ალბათ იქ წავიდნენ. ალბათ. Ben bu çorbayı söyledim ama... წვნიან შევჭამ მეთქი, მაგრამ Yemeğe geleceğim. ჩვენებს დავპირდი რომ ვახშამზე მივიდოდი. წავალ თორემ არ იქნება ლამაზი. აქაც შეგეჭამა და იქაც. მოგვიანებით დავილაპარაკოთ დავუთ. Abi. ძმაო, Canım. ძვირფასო? ჰალილ იბრაჰიმთან წასულ ხარ. Yani. არა, მასთან არა, მაგრამ ხო ერთმანეთ შევხვდით. Ne göre? რაზე ილაპარაკეთ? Yani რა გადაწყვიტეთ? bir yere bağlandı mı durumunuz? Onu merak ediyorum. არ მეტყვი? Abi durumum. ძმაო, ისედაც ხომ გადაწყვეტილია? Orada. ის იქ არის, მე აქ. Zeynep'in ზეინებ, bak başına ვიცი შენთვის რა რთულია. geliyorum. Anne ვიცი დედობა როგორი მნიშვნელოვანია, მაგრამ onu da anlayamam. ეს სამყაროს დასასრული არ არის. Ama bunun ეს თქვენი დაშორების მიზეზი არ შეიძლება გახდეს. yani ayrı olmanız Gesmis. bu olamaz. Ne demek? ამით რისი თქმა გინდა, ძმაო? Merak etme. ნუღელავ ზეინებს მიშვილებს გაჩოქებო? ამას მეუბნები? აღარ ვიცი როგორ დაგელაპარაკო. Nasıl konuşacağımı bilmiyorum artık ha. შენ გამოვღელავ, შენ კი მაშინვე ადგილს მომიჩენ ხოლმე. Tamam tamam. კარგი, კარგი, არაფერს ვამბობ. Canım o. ძამიკო, ჩემო ძვირფასო. Biliyorum beni. ვიცი რომ ჩემი ბედნიერება გინდა. Her zaman. ეს ყოველთვის ასე იყო. Ama ben böyle. მაგრამ ასე კარგად ვარ, ძმაო. Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმიც კარგად იქნება. Zamanla bu durum. ნელ-ნელა მივეჩვევით. Herkes. ცხოვრებას გავაგრძელებთ. Hayatına devam edecek. Ya ne რა გააკეთა? Allah გიღალატა? რა გააკეთა? ben sen nasıl არ მესმის ასე მარტივად როგორ შეგიძლია უარის თქმა? შეიძლება ითქვას რომ მიღალატა. ne lan sen? ვისთან რას ამბობ ზეინებ? Hayır öyle. არა, ისე არა, როგორ ჩვენ მოიქეცი, ძმაო. Ha. Benim ya ისი არა როგორც მე მოვიქეცი არა? nasıl aldın? მაშ როგორ? ეს ურთიერთობა თავიდანვე მე მინდოდა. ხალილი ამ გზაზე მე წავიყვანე. Belli. ალბათ რაღაცებისთვის მზად არ იყო. იქნებ იმ საბრალო გოგოს ვერი ვიწყებს, რომელიც გარდაიცვალა. Onu mu unutamıyor? ტრავმა ხომ არ აქვს? Bir travması falan mı var? Var. არის რაღაც, ძმაო. Boş. დაივიწყე. İkimiz için ორივესთვის ასე სჯობს. iyi olacak. Sen de დამლა სანახავად წასულ ხარ. ხო, შევხვდი. რას ამბობს? მეუბნება რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მე მინდა. yani. ანუ, მეც ვუთხარი რომ მისი გადასაწყვეტია. Karar senin. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემ შვილს გვერდით დავუდგები, მაგრამ Sana da მაგრამ ვერაფერს დაკვირდები მეთქი. gelecek sözü veremem dedim. რატომ? იქნებ იმიტომ რომ არ მიყვარს ზეინებ.
კომიტანი მეთაურო 4 ადამიანი დავთვალე, მაგრამ წინ და უკან დადიან. კომიტანი ფსის ბურდა მეთაურო აქ დარჩით, მე მათ მიმხედავ და შიგნით შევა. მერე შეგატყობინებთ. ჩვეულებრივ შემთხვევაში ასეც უნდა იყოს, მაგრამ ვერ ხედავ იქ რა არის. ამიტომ მარტო ვერ გაგიშვებ. თუზაკ ვარ არ მგონია რამე შეცდომა იყოს. შიგნით კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნება. მაგრამ არ ვიცით შიგნით რა ხდება, ნეტავ დერვიში წამოგვეყვანა. მეთაურო ხომ გითხარით, მას უბრალოდ დერვიში ჰქვია, სახელს არ ამართლებს. აქ რომ იყოს ვერცის დაინახავდა, მათ მე მიუხედავ და მოვალ. შენს წინათ გრძნობას ვენდობი, მაგრამ იმ ამბის მერე აღარ გენდობით. მეთაურო არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ გეფიცებით ჰალილ იბრაჰიმის ჯარს ჩემზე იყრით. თორემ მე არაფერ შუაში ვარ. რა თქმა უნდა იმ გოგოსთან გეჩქარება. ამიტომ ჩქარობა რა? მართალი ხართ მეთაურო, ედა მელოდება. მათთან უცებ მოვაგვარებ და დავბრუნდები. იცოდე ტვირთს დილამდე გაზიდავენ. ნახავთ მე რისი თავი გექნება. ედა მელოდება. წავედით. სწრაფად. ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი. Mermini boşuna harcama. ძალიან ბევრნი არიან. ფრთხილად იყავი. ყურადღებით იყავი.
სნაიპერია. ისროლე. Komutanım temiz. მეთაურო, მგონი არავინაა. შენ უთხარი რომ აქ ვიყავით? არა მეთაურო. ჯობდა დავხოცილიყავით. არ გინდა ყოველდღე იმის მოსმენა თუ როგორ გადაგვარჩინა. მეთაურო, რაც უნდა ის თქვას, მან სიკვდილს გადაგვარჩინა. რა ხასიათი გაქვს? ადრე ასეთი არ იყავი. ახლა გახდი? ასია კომისარო, ასია. მეთაურო. კარგად ხარ? კარგად ვარ. ჯობდა მომკვდარიყავი. მოიცა, საიდან გაიგე რომ აქ ვიყავით? დამთხვევაა. მარტო რატომ მოხვედით? ჯგუფი სად არის? მეთაურმა თქვა რომ საბრძოლო მასალა დაგჭირდება. მარტო მოვედით. ძმაო, რომ გეთქვათ, მეც წამოვიდოდი. ისედაც უკვე აქ ხარ. მადლობის თქმას ელოდები? მორჩეთ ლაპარაქსი იარაღის სატვირთოში, ჩააწყვეთ და წავიდეთ. სწრაფად. საქმეს მორჩეთ და აქაურობას გავეცალოთ. მეთაურო, თქვენ საით? ჩანაწერს წავშლი. თქვენი იარაღი გადაიტანეთ. წამოდი ძმაო, წამოდი. შემოდი. მოდი მუსა, მოდი. აბა, პოლიცია საწყობს თავს არ დასხმია, ხომ ასეა? ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ამბობდით, ნიჰად ბეი. დაჯექი. გარგი, გისმენ? უფროსი ლეიტენანტი და მაიორი მივიდნენ და მახეში გაიბნენ. გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. მერე? ჰალილ იბრაჰიმი მივიდა და გადაარჩინა. მერთო ჩემო. ესე იგი ილმაზი მართალი აღმოჩნდა. ოღუზის და ჰალილ იბრაჰიმის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ეს მაიორიც მათი სექტიდან ყოფილა. ასეა ბატონო. ვინ არიან? საიდან არიან? ვინ გაზარდა? ვინ არიან? ვინ? ვინ არიან? გამირკვია ვინ არიან? გამარჯობა. გეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობ, ბიძია, მადლობ. პროფესიული მზადებიდან მოდიხართ? რა სახეები გაქვთ? ორი პარტია გადავზიდეთ, სუსტები ვყოფილვართ. ცხადია ფუფუნებაში ცხოვრებას მივეჩვიეთ და შეგვეტყო კიდეც. ბიძია, სატვირთო ქუჩაშია, საზაფხულო სახლში წაიყვანე, ძმა იუსუფთან დამალე, კარგი? იარაღით სავსე სატვირთოს საზაფხულო სახლში უმალავთ? სახლებში. ერთ ადგილას ნუ დავმალავთ. ნუ გავრისკავთ. მეთაურო, მერიდება რომ მკითხოთ, მაგრამ ომი იწყება? თქვენ სავით ყოველდღე არ ვიბრძვით, ჰოჯა? ხანდახან ვომობთ ხოლმე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. ისე როგორც განბანიოსთვის. მეთაურო, ხომ გითხარით, მას უბრალოდ დერვიში ქვია, სახელს არ ამართლებს მეთქი. საიდან იცით? ღმერთსა და მონაშორის რატომ დგები? ბიძია, ყველა დაწვა?
ოთახებში შევიდნენ დანარჩენი ღმერთმა იცის. მე წავალ. დაეხმარე. კარგი. ამაღამ აგდავრჩები. კარგი მეთაურო. წავალ ბალიშს და პლეც მოგიტან. არა არ მინდა. ხომ მართობს. არ არის საჭირო. კარგი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. შენ იყავი მშვიდად. ჩემთვის ესეც საკმარისია, ღმერთის საქმეებში კი ნუ ერევი. ძმაო, მგონი მეთაურ ჩვენთან დალაპარაკება უნდა, მე წავედი. ცოტა ხანს დაჯექი. გისმენ. რა მოგიყვე მეთაურო? იქ ხომ ისედაც ერთად ვიყავით. მე ის მომენტი მაქვს მხედველობაში, როცა ერთად არ ვიყავით. ან ეს დაშორება რას ნიშნავს? ის მოხდა, რაც საჭირო იყო. ეს თქვენც ხომ გინდოდათ? გავიგე, რომ შვილი არ გეყოლება. ძალიან წუხარ. უფრო სწორად ზეინეფის გამო ვწუხარ. ის დედობას ნამდვილად იმსახურებდა. ცხადი არ ფიქრობ, რომ აუცილებლად მამა უნდა გახდე. რატომ მეთაურო? რატომ? მეც ადამიანი ვარ, რობოტი არ ვარ. გრძნობები მეც მაქვს, გეგმებიც მაქვს. კარგი, იდეალები მაქვს. ეს მართალია, მაგრამ რაც უნდა იყოს, ადამიანი ვარ. იმიტომ არ გაგზარდეთ, რომ შვილები გყავდეთ. იმიტომ გაგზარდეთ, რომ ანაში ბავშვებს კარგი მომავალი ჰქონდეთ. გინდა რომ ისეთივე ობოლი უპატრონო ბავშვის მამა გახდე, როგორიც თავად იყავი? ამას შვილის სიყვარული ჰქვია? თუ ასე ფიქრობ, ესე იგი კარგად ვერ გამიზრდი ხარ.